დილამშვიდობის ეთერშია მოამბე 10 საათზე სტუდიაში ლიზა ციკლაური მუშაობს. ჩვილის ცემის ბრალდებით სამართალდამცველებმა ძიძა დააკავეს. გამოძიების ცნობით 1956 წელს დაბადებული ქალბატონი, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ოჯახში თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება წინასწარის შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, ჩვილი გოგონა ცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება წინასწარის შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო საქმიანობის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით არჩევნები ღია და კონკურენტულ გარემოში წარიმართა და პოლიტიკურ სუბიექტებს წინა საარჩევნო კამპანიის შეუფერხებლად წარმოების საშუალება ჰქონდათ. NDI-ის ანგარიში დადებით ტენდენციებთან ერთად არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემებზეც არის საუბარი. მათ შორის ყურადღება მახვილდება საარჩევნო პროცესის განმავლობაში ძალადობისა და დაშინების შემთხვევებზე. ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის არ ქონის საკითხზე. ორგანიზაციაში მიიჩნევა, რომ საარჩევნო პროცესში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა გაუმჯობესდა, თუმცა საქმეების განხილვის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს შეკითხვები. ორგანიზაციის შეფასებით ასევე არჩევნების პერიოდში გამოხატვის შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დიდწილად დაცული იყო. NDI ახალ პარლამენტსა და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მოუწოდებს გადაწყვეტილებების მიღებისას მოსაზრებების ფართო სპექტრი და ყველა მოქალაქის ინტერესი გაითვალისწინონ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიში არის კონკრეტული რეკომენდაციები. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაეფიქსირებინათ თავიანთი ნება, თუმცა იყო მნიშვნელოვანი პრობლემებიც, როგორიცაა მაგალითად ძალადობრივი ქმედებები, ასევე საარჩევნო კომისიებში არაკვალიფიციური წევრების ყოფნა. არჩევნების შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტიის განცხადება, რომ ისინი არ ენდობიან შედეგებს, ნამდვილად არ არის კარგი. ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის ხარისხის გაზრდა და მისი წევრების კვალიფიკაციის ამაღლება. ასევე შესაძლოა განვიხილოთ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარების შესაძლებლობაც. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა და არის მოსაზრება, რომ მაჟორიტარული სისტემა საქართველოში არ მუშაობს. იმედოვნებთ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი ამ საკითხზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საბოლოო ანგარიშს დადებითად აფასებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მინისტრთა კაბინეტში აცხადებენ, რომ არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, რასაც ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ადესტურებენ. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე კი წინ გადადგმული ნაბიჯია. ასე აფასებენ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. გვაქვს ძალიან ცალსახა შეფასებები, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, რომ საქართველოში შედგა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის პროცესი, რომელიც იყო წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიული განვითარების და კონსოლიდაციის გზაზე. ეს გახლავთ ის შეფასება, რომელიც გაჟღერდა და რომელსაც სრულად ვიზია. დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად დღეს გადაეგზავნება, როგორც თბილისის მერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი 800 მილიონი ლარით განისაზღვრა. საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დედაქალაქის თვითმმართველობამ ბიუჯეტი 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს, შემდეგ კი შენიშვნების არსებობის შემთხვევაში ის შესასწორებლად მერიას დაუბრუნდება. მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადა 31 დეკემბერია. 2017 წლის ბიუჯეტიც ისევე კოხტად და კანონმდებლობის გათვალისწინებული წესით დაიხარჯება, როგორც ეს 2016 წლის შემთხვევაში იყო. საბოლოო ფორმით ბიუჯეტი დამტკიცებული წლის ბოლომდე უნდა იყოს, რათა 1 იანვრიდან დაიწყოს ახალი ბიუჯეტის პირობებში პროექტების და პროგრამების განხორციელება. ყველა ეს პრიორიტეტი შენარჩუნებულია, მემხედველობაში მაქვს ეს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება, სკოლამდელი აღზრდა, ეკოლოგია, ეს მუხლები, ასე ვთქვათ, დაფინანსებულია ბიუჯეტში და საკმაოდ ასე ვთქვათ თანხებია გამოყოფილი.
თეთრი ხმაურის მოძრაობა სამართალდამცველების მიერ ქუთაისის აეროპორტში მათი წევრის დაკავებას სახელმწიფოს მხრიდან მოძრაობაზე ზეწოლა დაფასებს. ბექა წიქარიშვილის თქმით, ისინი გააგრძელებენ მუშაობას. მათ ასევე სახელმწიფოსგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. ვფიქრობთ, რომ ეს იყო მიზანმიმართული ზეწოლა და თავდასხმა მოძრაობაზე. ადრეც ქონია მსგავს ფაქტებს მოძრაობის წევრების მიმართ ადგილი და სავარაუდოდ ისინი არაპირებენ, რომ დათმონ ეს პოზიცია. უდანაშაულო ადამიანების დევნა მათთვის კომფორტი არის, მათ მოუწევთ პასუხი იაგონ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ და დავსახავთ სამომავლო გეგმებს. ეს იქნება აქციები, თუ ასე შემდეგ მათ მოუწევთ ბოდიში მოიხადონ. ქუთაისის აეროპორტში ჩატარებულ სპეცოპერაციას არასამთავრობო სექტორი ეხმაურება. ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი აკრიტიკებს ქვეყნის ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფომ ძირეული ცვლილებები უნდა განახორციელოს. ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები გურამ იმნაძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურაზეც საუბრობს. მისი თქმით, სწორედ სოფო კილაძე იყო ერთ-ერთი, ვინც რესპუბლიკურ პარტიას ნარკოპოლიტიკის მხარს უჭერდა. უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარების კანდიდატი გამოირჩეოდა თავისი მიდგომებით ნარკოპოლიტიკისადმი, მას ცალ-ცალ აქვს დაფიქსირებული თავისი ხარდაჭერა რეპრესიული ნარკოპოლიტიკისათვის და ის იღებდა კიდეც მონაწილეობს გარკვეული კანონმდებლობის შემუშავებაში, რომლებიც პრინციპში ხშირ შემთხვევაში უკვე იყო ადამიანების უფლებების შეზღუდვის წყარო. სისტემურად და ფუნდამენტურ დონეზე არის შესაძლებელი არსებული ნარკოპოლიტიკა და ის რეალურად უნდა გადავიდეს მოქალაქეების რეპრესიების და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებიდან სამოქალაქო, სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებაზე. აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 6 ქართველი მოქალაქის საკითხით პარლამენტი ინტერესდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით საკანონმდებლო ორგანოში პროცესს დააკვირდებიან. ეკა ბესელია კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უფლებამოსილების გადამეტება არ უნდა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ როგორც ყველა შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც დაცული იყოს ყველა საპროცესო და საკანონმდებლო სტანდარტი, რომელიც ეხება პირის თავისუფლების შეზღუდვას და არ მოხდეს უფლების გადამეტება. ამ სტანდარტის დაცვა, ყველა პროცედურის ზუსტად განხორციელება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების კუთხით და ბუნებრივია მივადევნებთ თვალს ამ პროცესს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. ხარდაჭერის შემთხვევაში სოფო კილაძე იქნება საკანონმდებლო ორგანოს საპარლამენტო პოსტებზე წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პირველივე სხდომაზე მიიღებს, რომელიც 18 ნოემბერს გაიმართება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ კომიტეტი ახალი ხელმძღვანელის პირობებში ახალი სტანდარტების მიხედვით იმუშავებს. მისივე განცხადებით, კომიტეტის სტანდარტი მიზნად ადამიანის უფლებებისა და საჯარო ინტერესების დაცვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. სოფიო კილაძე, რომელიც ჩაუდგება კომიტეტს სათავეში, დარწმუნებული ვარ ღიაობის ჩართულობის და სამოქალაქო საზოგადოებასთან კარგი თანამშრომლობის ფორმად შეინარჩუნებს. რეფორმების კუთხით კომიტეტს ის სტანდარტი, რაც აქვს, ოდესაც მუდმივად იცავდა ბალანს ადამიანის უფლებების საჯარო ინტერესს შორის და ამ სტანდარტის მიხედვით იღებდა გადაწყვეტილებებს, მე ვფიქრობ, რომ ეს სტანდარტი იქნება კიდევ უფრო მეტად გამყარებული. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება შესაძლოა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე გახდეს ცნობილი. მართულ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა საბოლოო გადაწყვეტილება 18 ნოემბრამდე მიიღოს. სწორედ აღნიშნულ რიცხვში გაიმართება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. ქართულ ოცნებაში სამთავრობო გუნდის მნიშვნელოვან ცვლილებებს გამორიცხავენ, თუმცა ასევე ამბობენ, რომ ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის მუშაობას შეეხება. მთავარი პრიორიტეტები კი პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 4-პუნქტიანი გეგმის მიხედვით შემუშავდება. პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას მიიღებს და ის პარლამენტის სხდომა ის ფორმატი არ არის, თუმცა შეიძლება იქამდე ან იმ დღეს კონდეს უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება მთავრობის მთლიანად საქმიანობაში იმ გეგმების შესაბამისად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა.
გადარავითარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს და რუსეთის ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს და დიალოგის დაწყებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. პუტინმა და ტრამპმა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხიც განიხილეს. მომბე 10 საათზე ამით ასრულებული აქვს. მადლობთ ყურადღებისთვის. ახალი ამბებით და ვრცელი გამოშვებით დაუბრუნდებით 12 საათზე.